ერთ ამბავს გეტყვით ფარმაკოლოგიური ინდუსტრიიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სფეროა მსოფლიოში, რაც განპირობებულია იმით, რომ ადამიანები ასე თუ ისე მოწყვლადები ვართ, ხოლო დროსთან ერთად დაავადებებიც ვითარდება. შესაბამისად, ფარმაკოლოგიური კომპანიები იძულებულნები არიან ტექნოლოგია განავითარონ და ახალი მედიკამენტების შექმნან. გლობალური ფარმაკოლოგიური ბიზნესის მნიშვნელოვანი წილი ალერგიაზე მოდის, რომელიც პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. აქვე ვთქვათ, მაშინ ბოლო განახლებული მონაცემებით, სადაც სტატისტიკა აჩვენებს, რომ ალერგია 4 მილიარდამდე ადამიანს, ანუ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აწუხებს. ასეთი მასშტაბიდან გამომდინარე კი, ალერგიული ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე მსოფლიოს უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ და მათ შორის არის Pfizer, Merck, ასევე Novartis, Sanofi და GSK. ეს კომპანიები და მათი დასახელებები კარგად უნდა გვახსოვდეს COVID პანდემიიდან გამომდინარე, რადგან სწორედ მათ შექმნეს პირველმა COVID ვაქცინაც. ციფრებს და რიცხვებსაც რომ მივყვეთ, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების ბაზრის გლობალური ზომა დღეს 22 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო 2032 წლისთვის, ანუ 8 წლის თავზე, მისი გაორმაგება არის ნავარაუდები, რაც პლანეტაზე ალერგენების მატებას უკავშირდება. კვლევითი სააგენტო Global Market Insights დათვლებში 2032 წლისთვის ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების გლობალური ბაზარი 42 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც საშუალო წლიურად 6.6%-იან ზრდას ნიშნავს, რომელიც თავის ბუნებაში და გარემოში ალერგენების მატებას და ადამიანებში ალერგიული რეაქციების რაოდენობრივ ზრდას უკავშირდება. შესაბამისად, ალერგია როგორც დაავადება მუდმივად ვითარდება, ხოლო ალერგიული ადამიანების რიცხვი იზრდება. ტექნოლოგია, რომელსაც ფარმაკოლოგიური კომპანიები ავითარებენ, იხვეწება. მას ჩდება კითხვა, როგორ გავიგოთ, რის მიმართ გვაქვს ალერგია და როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას. კითხვაზე პასუხის მიღება BMG-ის გადაცემად Ekinform-ში გიორგი თოლორდაომ და გიორგი არონიამ მოახერხეს და კვირის ბოლოს სტუმრად ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მოიწვიეს. ექიმის განმარტებით, ალერგიის მკურნალობა შეიძლება როგორც მოკლევადიანად და სიმპტომების მოხსნის კუთხით, ასევე გრძელვადიანად, რისთვისაც ვაქცინა გამოიყენება. ამ ხრივ კი საქართველოშიც კარგი შედეგები გვაქვს და ალერგენების განსაზღვრაც ჩვენ ქვეყანაშიც მარტივად არის უკვე შესაძლებელი. რა შემთხვევაში უნდა დავიწყოთ მკურნალობა და რომელი არის წამყვანი ალერგენი? სხვადასხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებით შეიძლება, რომლებიც კარგად არის უკვე განვითარებული მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. არსებობს კვლევაც, როდესაც ალერგიის განსაზღვრა 300 ალერგენზე ერთად შეიძლება, თანაც სისხლის ერთი მცირე ულუფით. თუ ადრე თითოეულ ალერგენი კანში ჩხლეტის გზით შეყავდათ, ახლა ეს პროცესი მეტად გამარტივებული არის და ჩვეულებრივი სისხლის ანალიზით ხდება და უბრალოდ ტექნოლოგია ერთდროულად ბევრი ალერგენის დაფიქსირების საშუალებას იძლევა და ამასთან არსებობს ისეთი ვაქცინებიც, რომლებიც ორგანიზმში მზარდი დოზით შეჰყავთ, რის გამოც ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა მას და ამ ალერგენის მიმართ არსებული ალერგიისგან იკურნება. რომ შევაჯამოთ, ჩვენი შესავალი ალერგიული ჩვენებები და სტატისტიკა მართალია მზარდია, თუმცა ზრდას ეწევა ტექნოლოგიაც, რომელიც უმარტივებს ადამიანებს ყოველდღიურობას და ასევე ამცირებს რისკებს, მაგრამ ცხადია, საფრთხილე და მეტი ინფორმაცია სწორედ ის იარაღია, რომელიც აგვაცილებს თავიდან გართულებებს და რისკს ნულამდე დაიყვანს.